შეუძლებელია არ დავიწყო სამძიმარით და ის რაც მოხდა ამ ადამიანის იოსებ გორგაძეს თავს არ ვიცი ალბათ ყველასთვის გარდა იმისა რომ ადამიანური ტრაგედია ალბათ ყველასთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს რომ სინამდვილეში ჩვენ რისთვისაც ვიბრძვით არის არა რაღაცა როგორი პოლიტიკური სისტემა ზოგადად განყენებულად პოლიტიკა არამედ რომ ისე ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში რომ ადამიანები არ დაიღუპონ უკვე აღარ ვლაპარაკობთ რომ განათლება როგორი უნდა მიიღონ არ ვიცი ელემენტარული ცივილიზებული მოთხოვნა არ დაიღუპონ და თან ამ დაღუპვის დროს სისტემამ არ გათელოს მე დღეს მეც არ შემიძლია რაღაც სტანდარტულად ვილაპარაკო თუმცა აუცილებლად გადავალ იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია თუ როგორ ვცვლით ამ სისტემას მაგრამ ლექსო ლაშქარავა გამახსენდა დღეს პირველ რიგში იმიტომ რომ ეს იყო ის ამორალურობის ნედაცემულობის სისტემის სრული ბოროტების ზღვარი, როდესაც ჩვენ შეგიძლია მართლა არ ვიცი, პოლიტიკური პარტიული მიზნებით აიღო დედას გამოსტაცო ხელიდან და ლიფტით ესე წაიყვან, რომ მერე დააბრალო და მეორე დღისება შეულახო. ანუ აქ ხო მართლა რაღაცა ქართველობაზე და რაღაცებზე ლაპარაკობენ. არათუ ქართველობა, ღირსება, ვაჟაფშაველა, ადამიანი საერთოდ მიჭირს წარმოდგენა, სად უნდა გაიზარდო ადამიანი, რომ ასეთი რაღაცის გაკეთება შეგეძლოს. დღეს როცა ვკითხულობდი ამ ადამიანის დიაგნოზს და აი მართლა შოკში ვიყავი, როდესაც აი ამ ჩამონათვალს ვკითხულობდი, ეს არის ოფიციალურად დადასტურებული ვივამედის მიერ სახიზვლების დალეწილობა, თავის ქალის 30 სასტიკად ნაცემი მოკლული არის ადამიანი. და ამის მერე კიდე ხდება აი ამ ყველაფრის მიჩქვალვა, მოჩქმალვა და დღევანდელი განცხადება პენიტენციური სისტემის აი მართლა ვერ წარმომიდგენია როგორ მივედით აქამდე, რომ აი ესეთი რაღაც ხდება და ნუ პრინციპში არ ჩამოიქცა, ხო, ყველაფერი. ამიტომ ეს რატო ვამბობ ამდენს, რატო ლაპარაკობ ამაზე, მარტო ემოციური არ არის ეს იმხელა პასუხისგებლობას გვაკისრებს ჩვენ, რომ ეს სისტემა შევცვალოთ. საერთოდ მე არასდროს რომ პოლიტიკაში აღარ იყო ჩვენი ვალია რომ ამ ადამიანების წინაშე პოლიტპატიმრების წინაშე რომელიც ეს ნაკლებია გამომწყდეული ნათელი ღირსეული თავისუფალი ადამიანები სადღაც სრულიად უსამართლოდ ხო იმხელა პასუხისგებლობას გვაკისრებს რომ არათუ დავიღალე არათუ ვერ შევთანხმდი რაღაცა ვერ გავარჩიე იმ პარტიასთან იმან ჩემზე რაღაცა თქვა ამის მაშინ ჩვენი ტვირთი იქნება. აი ეს მორალური სიმძიმე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ჩვენ დაგვაწობა მხრებზე, ჩვენ თუ ვიწრო რაღაცა ეგოისტური ან პარტიული ინტერესების გამო პროცესი ვერ წავიყვანეთ წინ. დღეს იყო კი პრეზიდენტის პლატფორმა მის შეხვედრა ყველა საპროტესტო ჯგუფთან. აქ ხაზი მინდა გაუსვა პრეზიდენტმა ეს თქვა და დღესაც ასეთი სულისკვეთება იყო შეხვედრაზე, რომ პრეზიდენტი და ჩვენი პლატფორმა არავითარ შემთხვევაში არ იჩენებს, რომ ჩვენ უნდა ჩავატაროთ 26 მაისი. ეს იქნება დიდი აქ არის ლაპარაკი, რომ ყველა ის ჯგუფი, რომელიც ყველა ის საპროტესტო ჯგუფი, ყველა პოლიტიკური პარტია მიუხედავად იმისა, შედის ამ პლატფორმაში თუ არ შედის, რა განსხვავებები გვაქვს და ასე შემდეგ, ყველა პროდასალური პოლიტიკური ჯგუფი ფართო გაგებით, ეროვნული, აი ესეთი რაღაცა ერთობის სულისკვეთებით, ყველა ჩვენ აგურს დავდებთ ამ დღეს და ჩვენ თავს ერთმანეთს და მსოფლიოს ვანახებთ, რომ 26 მაისი არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც დღეს ჭირდება გადარჩენა, ადამიანებს ჭირდებათ გადარჩენა, ამისთვის ჩვენ ყველა ერთად დგევართ და როგორც საქართველოს შეეფერება, ისე გამოიყურება ეს დღე, როგორც საქართველოს 2025 წელს. მძიმეც არის ეს დღე, მძიმეა. ჩვენ უნდა ვზეიმობდეთ ჩვენ დამოუკიდებლობის დღესასწაულს. რა თქმა უნდა, ეს საამაყო დღე არის, მაგრამ პირველ რიგში არის მძიმე იმითი, რომ ამ დღეს ვეღარ ხვდებიან კონკრეტული ადამიანები. ამ დღეს ციხეში არიან კონკრეტული ადამიანები. ამიტომ ის საზეიმო ვერ იქნება, როგორც ეკუთვნის ამ ქვეყანას, ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობის და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის დღე. აი ესეთი სულისკვეთებით უნდა გავაკეთოთ, ამიტომ პრეზიდენტს ეს ხაზგასმით თქვა და არავითარ შემთხვევაში არავის კაპიტალიზაცია ამ დღეზე არ მოხდება და ყველა ერთად მე დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ ასევე დაგვიბრუნებს იმ აუცილებელ განცდას, რომ აი ამ კამათში, რომელიც ბუნებრივია კამათი, როგორი აქცია ჩატარდეს, როდის ჩატარდეს, ის ჯგუფი კარგია, შენ ცუდი ხარ, ეს კამათი ყველა ბრძოლაში არის, მაგრამ 26 მაისმა და პასუხისგებლობა მამუბედურებების წინაშე
და მომავლის წინაშე ჩვენ უნდა დაგვიბრუნოს აი ეს განცდა, რომ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა ვიკამათოთ, აი ეს საერთო დიდი ღირებულება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ევროპული მომავალი არის ის, რაც უთყუარად და თავაწეულად გვაერთიანებს. იცით რა, კამათი ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, მით უმეტეს განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს თუ აქტივისტების ჯგუფებს შორის, მაგრამ ეხა მართლა არის ის რეალობა, როცა საერთო გეგმაზე, საერთო ხედვაზე უნდა შევჯერდეთ იმისთვის, რომ ვერ მოგვერიოს რეჟიმი, თორე ეხლა მაგალითად მეგობარი აქტის განხილვა, რომელიც ალბათ სავარაუდოდ უკვე დაწყებულია, 9-ზე უნდა დაწყო. 9 საათზე წეღან ანჩიყვაძე გვერდებოდა ვაშინგტონიდან. ეს თავისთავად სანქციები, რაც მოსალოდნელია კიდევ იმის მიღმა, რაც დაწესებული აქვს ამ რეჟიმის წარმომადგენლებს და ყველაფერი შეიძლება აწყობდეს კიდეც ავტორიტარულ რეჟიმს, იმიტომ რომ რაც უფრო იზოლაციაშია ქვეყანა მოქცეული, მით უფრო მეტად ლაღად შეიძლება გრძნობდეს თავს ავტორიტარი დიქტატორი რეჟიმი, რომელსაც გამომწყდეული ყავს ამდენი პოლიტიკური პატიმარი, ხო ციხეში. ხედვა როგორია, ელენე, მე ბრძოლის სტრატეგიაზე როცა ვსვამ კითხვას, ამ შემთხვევაში მარტო 26 მაისსაც არ ვგულისხმობ, ხო? აი მაგალითად მოახლოებული არის ადგილობრივი არჩევნები. მიღებული გაქვთ თუ არა ერთმანეთისგან ყველას პასუხები, ვინც თუნდაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმაზე იკრიბებით, ხვდებით ერთმანეთს, რომ ამ არჩევნებს ყველა ეუბნება არას, იმიტომ რომ პოლიტიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეჟიმისთვის, რომ ვინმე შეიტყუოს ამ არჩევნებში, ხო? ხო, ნუ ეხლა მე პლატფორმის მთლიანად ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ პლატფორმის პრინციპი არის ესეთი, რომ და ზოგადად ეხლა სხვა პარტიების ნაცვლად ვერც ვერავის ჭკუის დარიგებას ვერ დაუწყებ. ერთადერთი ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკი რაღაცა ნონსენსია, იმიტომ რომ არ არსებობს არჩევნები, აღარ არსებობს ამ ქვეყანაში და თუ საერთოდ რამეზეა ლაპარაკი, იმ მოპარულ არჩევნებზე კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა არის, მედიას შეხედავ რეპრესიებს თუ სხვადასხვა, ამიტომ აბსურდია ამაზე ლაპარაკი. აქ არის განსხვავებები, როდის ჯობია, როგორ ჯობია, მაგრამ მე ვერ ვხედავ. როდის ჯობია თქვენია და ხო, მე ნათქვამი მაქვს პირველი დღიდან კოალიციას ნათქვამი აქვს პირველი დღიდან ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ ეხლა ამის დრო არ არის, არ შევალ ამ კამათში, მე ვერავის ვერ დავარიგებ ჭკუას როდის რა თქواس, მაგრამ მე ჩემი განცდა მინდა ვთქვა, რომ მე ვერ ვხედავ ქართულ ოპოზიციაში პროდასავლურში დღეს ისეთ ჯგუფებს, რაც არ უნდა კამათი მქონდეს, რომელიც ლეგიტიმაციას გაუკეთებს ამ ხელისუფლებას. ვერ ვხედავ, ვერც მე ვერ ვხედავ, ამიტომ მოდით, ხო, ეს კამათიც საჭირო არის, მე მიმაჩნია, რაც უფრო სწრაფად ჩავკეტავთ ამ კარს, უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, ვერ ვხედავ, დავინახავთ და ბუნებრივია იქნება ამაზე რეაქცია. ეხლა რომ გადავიდეთ სტრატეგიაზე, რა არის სტრატეგია? სამი დიდი ბლოკისგან შედგება. ერთი პოლიტიკური ბლოკი არის აი ამ არალეგიტიმაციის და ართანამშრომლობის ყოველ ნაბიჯზე გამყარება. იმიტომ რომ ეს ართანამშრომლობა ის კი არა რომ შენ ერთხელ პარლამენტში არ შეხვედი, შენ ერთხელ პარლამენტში არ შეხვედი, მაგრამ თუ დაიწყებ ამ სისტემასთან თანამშრომლობას, კომისიებზე ივლი, რაღაცებს იქ რაღაცა გახარიას ბოსტანში არავითარ შემთხვევაში არა როგორ შეიძლება გახარიამდე დავიყვანოთ. ამ შემთხვევაში ღიად ვიტყვი რომ რა თქმა უნდა შეცდომა იყო იქ მისვლა, მაგრამ მე ხე გახარიაზე ბევრად უფრო დიდია ეს საკითხი და მე იმიტომ ვთქვი რომ არავის ჭკუის რიგებას არ ვაპირებ. მე ვამბობ სწორი რა მგონია. ამიტომ ამ არაღიარებას ამ სტრატეგიულ ამოცანას აქვს ეს განზომილება რომ არც ერთ სუეცდებიან შექმნან სიტუაცია, რა თქვა იმან რა ქვია წულუკიანმა თუ არ მოხვალთ ამ კომისიაზე დაგიჭერთ თუ რაღაცა, ხო? მიუხედავად ამისა მამუკა ბადრი ეს პირველები ესენი იყვნენ, მე ყველა აბსოლუტურად თქვა გინდა დამიჭირე, გინდა რაც გინდა ისკენი, გინდა ჯაფარი, გვარამია, ვაშაძე, ყველამ ერთხმად აბსოლუტურად თქვა რომ აი დამიჭერ რა შეცადარია იმასთან რომ მე შენ ხა იქ მოვიდე და გაღიარო, ხო? აი ესე უნდა ვაკეთოთ უწყვეტად და რა თქმა უნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც არის ერთ-ერთი ყველაზე მე ვიტყოდი გარდამტეხი მომენტი, სადაც რო დაინახავენ რომ აქაც ის არ გამოვიდათ რაც თავიდან უნდათ. მათ უნდათ პარლამენტში შეტყუება, მათ უნდათ აღიარების რაღაცნაირად манипуლირება, პროპაგანდა, რომ აი მოხდება ეს აღიარება, მათ უნდათ პროცესში ჩათრევა, მათ უნდათ შეშინება, ეს არაფერი არ გამოვიდათ და ეხლა ეს უნდა მიხვდნენ რომ აქაც არის აბსოლუტური კედელი და მე დარწმუნებულია რომ ეს ასე იქნება. ანუ არ აღიარება შიგნით პოლიტიკური სისტემის მდგრადობა, რომ ჩვენ ამათთან არ თანამშრომლობ, არაფრის ფასად დაჭერა იქნება ეს თუ სხვა. შემდეგი არის პროტესტი, პროტესტის დინამიკა. აი ეს 26 რატოა მნიშვნელოვანი, იმიტომ კი ხა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ 26-ში ჩვენ ძალიან დიდი ეტაპი გავიარეთ პროტესტის. ძალიან დიდი. ესეთი პროტესტი საქართველოში მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა არ ყოფილა დროის დისტანციიდან კიდე გამოჩნდება, იმიტომ რომ ჩვენ უფრო შეჩეული ვიყავით გაბრაზებულზე გამოსვლას, მერე დაშლას, გამოსვლას, რეაგირებას, დაშლას.
სხვა შორის სერბების ის ნახე ტვიტერი ვნახე რომ იძახენ ნახეთ ქართველები კიდე არ ჩერდებიან ჩვენ რაშვებით ანუ ჩვენ რაღაც პერიოდში უყურებდით რომ ნახეთ რამდენი არიან სერბები სინამდვილეში საქართველოს და დღეს მქონდა მეგობართა ჯგუფთან შეხვედრა ამ პლატფორმის წინააღმდეგობის პლატფორმის პრეზიდენტთან ერთად და ისინი იძახდნენ რომ წარმოუდგენელია ის მდგრადობა რასაც ქართველი ხალხი ამ პროტესტით აჩვენებს ანუ ეს 160 დღე და ყოველ დღე კი შეიძლება ვინერვიოთ რამდენი ვართ მაგრამ საბოლოო ჯამში როგორი მარში იყო გუშინ მეტროებში გულანთებული ახალგაზრდები სიცოცხლე შეტანილი ხო აი ამ ყველაფერში ამიტომ აი ამ პროტესტის დინამიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და 26 მაისი ჩემი აზრით უნდა იყოს ამ საერთო სულისკვეთების ჩვენება რომ ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ როდის როგორ სად როგორი მარში უნდა იყოს მაგრამ ყველანი აბსოლუტურად ვართ ერთად და დარწმუნებული ვარ ამასაც გავაკეთებთ ანუ პროტესტის აი ამ უწყვეტობის სიჯიუტის ჩვენება შემდეგი არის რა თქმა უნდა საერთაშორისო განზომილება და საერთაშორისო განზომილება მხოლოდ მეორადია როგორც კი საქართველოში არ იქნება პროტესტი და პოლიტიკური სპექტრი არ იქნება მყარი შენ მაგივრად აქ დემოკრატიას არავინ არ აშევს. ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი საერთაშორისო ასპარეზზე და რაც მთავარია, რაც არ უნდა თვითკრიტიკულები ვიყოთ, ინგა, სისტემა ირყევა. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სისტემა აგონიაშია, სისტემა ინგრევა, არ ინგრევა ჯერ აი ამ ჯოხს იმიტომ იქნევს, რომ არ გეგონოთ, რომ მე ჯოხი არ მაქვს, რო გითხრას, მაგრამ სისტემა ირყევა და ეს არის მხოლოდ ფაქტები. ფაქტია, რომ ირაკლი რუხაძე წუწუნებს ტელევიზორში სანქციებს. ფაქტია, რომ კახი-კახიშვილი წუწუნებს უკვე ღიად ტელევიზორში სანქციებზე. ფაქტია, რომ მოსამართლეები, რომლებიც საკუთარ კონფერენციაზე ვერ შედიან ისე, რომ არ მიიღონ ოჯახის უსამართლო დაჩაგრული ოჯახების ეს რისხვა, განან და წუწუნებენ სანქციებზე. ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი უახლოესი ორჯერ თქმა რო არ ჭირდებოდა, დღეს ამ სისტემაში აღარ არის. ფაქტია, რომ ლილუაშვილი, რომელიც ეგონათ, რომ აი ბიზნეს ერთ-ერთი საყრდენიანი ამ სისტემა მე არ მაინტერესებს რატო აღარ არის, არც ვკითხულობ. ფაქტი არის, რომ ამ სისტემაში მიდის ყევები. ანუ აი ამ ჭიდილში დღეს მდგრადობა აჩვენა ჩვენმა უმრავლესობამ, პროდასალურმა უმრავლესობამ და სისტემას მეტად უჭირს. ასე უნდა გავაგრძელოთ ამ სტრატეგიული მიმართულებებით. სოლიდარობით, ბევრი განზომილებაა კიდე, მაგალითად საჯარო მოხელეები. საჯარო მოხელეების მხარდაჭერა, ერთმანეთის გვერდში დგომა, მათი პერსპექტივის შექმნა. იმ საჯარო მოხელებით, ვინც უკვე რეპრესირებულები არიან და იმ საჯარო მოხელებით, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, დღეს ხედან და უყურებენ, რომ აღარ შემილია ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება ადამიანის წამება, ეს ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს მისაღები იყოს იმ მასობრივად, იმ საჯარო მოხელებით, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ წამოსვლას ექნება რაღაცა აზრი და რაღაცა შემატებს ამ ბრძოლას. ეს განცდა ჩვენ უნდა შევუქმნათ. ამიტომ არის საჭირო რაღაცა ერთიანი ალტერნატივა არსებობდეს. ყველა ამ დაჩაგრული ადამიანის სოლიდარობის მექანიზმები უნდა შევქმნათ. ჩვენ პარტნიორებს უნდა აუცილებლად მოვთხოვოთ და ვთხოვთ რესურსებს აი ამ მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ამ საჯარო მოხელეებისთვის და მე დარწმუნებულია, რომ ამდენი მიმართულებით ენერგიულად, მშვიდად ძალიან მიზანმიმართულად თუ არ გავწყდებით, არანაირი შანსი ამ სისტემას არ აქვს, იმიტომ რომ ის არის უმცირესობაში, ის არის მორალურად სრულიად განადგურებული დღეს უსმინეთ, ხო? ემის რა ქვია, კომისიაზე, წულუკიანის და ემის ლაპარაკ. ანუ საერთოდ აღარ აქვს არანაირი საყრდენი, რაც არ უნდა შეალამაზონ ეს პროპაგანდა. სხვა უნდა დაგეთანხმოთ რეჟიმის რყევებზე, როდესაც თქვენ აქცენტს აკეთებთ, რეჟიმის რყევები და მათი ისტერიული მდგომარეობა პირველ რიგში იმითიც დასტურდება გარდა ამ შიდა ცვლილებებისა და ერთი გაუშვეს მეორე მოიყვანეს მესამე გაუშვეს მეოთხე თავმჯდომარე ანუ ეს ჩხრეკები ადამიანების რეპრესიების სახში შევარდნები დატერორება პატარა ჩემ შვილზე ბევრად პატარა ბავშვები გუში რო ვნახეთ სამართალდამცველთა ფორმებში პოლიციელის ფორმებში ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ პირველ რიგში როცა მყარად დგას ესა თუ ის ხელისუფლება როგორც იტყვიან ორფეხზე თუ დგას მყარად მაშინ მსგავს რაღაცეებს არ ჩადის ხო და მე მოყვებით თქვენ მაგ ლოგიკაში არა ჩამოშლილი მაგრამ ძალიან მოფამფალებული და ძალიან დიდ რყევებში მყოფი ოცნება მადლობა ელენე მადლობა დიდი მოკლედ 26-ში ვიკრიბებით 9-ში ვიკრიბებით ჯერ 9-ში ძალიან მნიშვნელოვანი არის აქაც ერთიანად დიდი მარშით იმიტომ რომ 9 ჩვენი ევროპული აი ეს ევროპის დღე არის ჩვენი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის ნაწილი ამიტომ ეს ორივე თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი